დილამშვიდობისა, დღეს 18 სექტემბერია, დილის 8 საათი და 30 წუთი, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა ელისაბედ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ზაფხულის შესვენების შემდეგ ჩვენს დილამშვიდობისა, ძალიან მიხარია რომ კვლავ მაქვს შესაძლებლობა მივესალმო ჩვენს ძვირფას მაყურებელს და მშვიდობიანი დილა და მშვიდობიანი დღე ვუსურვო და რა თქმა უნდა ჩვენ შევეცდებით რომ ტრადიციულად დღესაც საინტერესო იყოს ჩვენი გადაცემა ჩვენი მაყურებლისთვის. გაგაცნობდით გადაცემის ანონსს, ნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 18 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 18 სექტემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ ზაქარიას და მართალ ელისაბედს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, წმინდა მოწამეებს, თიფაილის და მის დას თიბეას, წმინდა მოწამე სარვილეს, წმინდა მოწამეებს, იუენტინე და მაქსიმე მხედრებს, წმინდა მოწამეებს, ურბანის, თეოდორეს, მედიმნეს და მათთან ერთად ნიკომიდიაში წამებულ სასულიერო პირებს, წმინდა მოწამე აბდისის სპარსელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. წმინდა წინასწარმეტყველ ზაქარიასა და მართალი ელისაბედის და ასევე დღეს მოხსენებულ სხვა წმინდანთა შემწეობას გისურვებთ ყველას. ეს იყო საეკლესიო კალენდარი და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ერთად გაგაცნობთ მე და გეგი ანონს. გადაცემის პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება. დღეს გვესტუმრება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე მშვენიერების ქრისტიანული გაგება. ესეც საინტერესო თემა გვექნება. საქართველოს ეროვნულ არქივში დღეს კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნება. ფილმები, რომელიც ყველასათვის საყვარელი და დასამახსოვრებელია თავისი გმირებით, პერსონაჟებითა და ამბებით. გადაცემის მსვლელობისას ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. და გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ბავშვები და განათლება, ასევე შევეხებით იმ საკითხს, თუ რამდენად აუცილებელი და საჭირო არის თქვათ სკოლასთან ერთად სხვადასხვა წრეებზე სიარული ბავშვებისა და როგორ ხდება ეს ყველაფერი, რამდენად შეთავსებადია ეს ყველაფერი დაწყებით კლასებშივე. საინტერესო გადაცემა გელოდებათ, აუცილებლად უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მამა გიორგი შემოგვიერთდება სტუდიაში.
ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარ შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. მოგესალმებით მამა გიორგი, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ, სიკეთე მოგმადლოთ და გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. დიდი მადლობა. მამა გიორგი, დღეს ჩვენ საუბრობთ ესეთ თემაზე, ძალიან საინტერესოზე ვფიქრობთ, მშვენიერების ქრისტიანული გაგება. და აი ამ თემასთან დაკავშირებით მე რატომღაც გამახსენდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი რომანტიკოსი პოეტის სტრიქონები მშვენიერება ნათელია ზეცით მოსული, რომლით ნათლდება ყოველი გრძნობა, გული და სული. არ ვიცი, რამდენად რელიგიური და ეკლესიური ადამიანი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, თუმცა ამ სტრიქონებში მე მგონი ჩანს გარკვეულწილად ქრისტიანული გაგება. რა არის მშვენიერება და საიდან იწყებს ის დასაბამს? დიახ, ნამდვილად ნიკოლოზ ბარათაშვილი ძალიან დიდი პოეტია და თქვენს მიერ დასახელებულ, დამოწმებულ სიტყვებში სრულად საჩინოვდება სწორედაც დღევანდელი თემა ქრისტიანული გაგება მშვენიერებისა, ვინაიდან მშვენიერება ქრისტიანული გაგებით უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ადამიანის შინაგან მდგომარეობას და რა თქვათ გარეგნულ გარეგნობაც შედის ამაში გარკვეულწილად, მაგრამ წამყვანი და უპირატესი აქვს სწორედ შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა. ზოგადად ეს სიტყვა ძველ ქართულში სხვადასხვანაირად გამოითქმოდა და ჩვენ სწორედ ახლა ამ თემას შევეხებით. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ ის, რომ უზენაესი მშვენიერება თავად ღმერთია და ყოველი ქმნილება, რომელიც მან სწორედ მშვენივრად, ანუ კეთილად შექმნა, ეს სიტყვა გამოყენებული ბიბლიაში და ამასაც დავიმოწმებთ. რა თქმა უნდა, შემოქმედის მიერ შექმნილი ყოველი ქმნილება მასსავით მშვენიერია და ვინაიდან ქმნილება ყოველთვის მეტყველებს თავის შემოქმედზე. აი როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მშვენიერებას ძველ ქართულად ძალიან კარგი ტერმინია კეთილ, ანუ კეთილი, ანუ კეთილი ერთი მხრივ ნიშნავდა ძველ ქართულში თქვათ შინაგან მდგომარეობას და მეორე მხრივ ასევე გარეგნულ სილამაზესაც. ბერძნულში არის კალოს, ზუსტად იქიდან არის აღებული კალოს ნიშნავს როგორც მშვენიერს, ისე კეთილს და თქვენ მოგეხსენებათ, როცა ღმერთი სამყაროს ქმნის, აი ყოველი ესე იგი 6 დღეში შექმნა ხო ბიბლიის მიხედვით ღმერთმა სამყარო და ყოველი დღის ბოლოს ასეთ აბოლოებს მოგეხსენებათ მოსე წინასწარმეტყველის მიერ არის დაწერილი დაბადების წიგნი, სადაც აღწერილია სამყარო შექმნა, ასე ბოლოვდება დაიხილა ღმერთმა რამე თუ კეთილ, ანუ თქვათ აი შექმნა ცის მნათობები ხო ერთ დღეს და ასეა დაბოლოებული და დაინახა ღმერთმა რომ ეს ყველაფერი მშვენიერი იყო, დაიხილა ღმერთმა რამე თუ კეთილ და ასე ყოველი დღის ბოლოს ასეთი ფრაზა ერთვის, დაიხილა ღმერთმა რამე თუ კეთილ. ბასილი დიდი, რომელიც განმარტავს თავის ცნობილ შრომაში 6 დღის შესაქმისათვის ხომილიები, იქ ბრძანებს, რომ დააკვირდით, ბრძანებს ბასილი დიდის მიხედვით, დააკვირდით, რატომ ამბობს ღმერთი ყოველი დღის ბოლოს ამ სიტყვებს, ვინაიდან ჯერ სამყარო დასრულებული არ არის, შესაბამისად ის ჯერ ვერ შეფასდება, მაგრამ ღმერთი მას უკვე აფასებს როგორც სრულყოფილ მშვენიერებას. და სხვადასხვა შესაძლებლად მოყავს ქანდაკება და ამბობს, რომ აი როგორც მაგალითად მოქანდაკე, რომელიც ქანდაკებას აგებს, მაგრამ ჯერ მას არ შეუნაწევრებია ნაწილები ქანდაკებისა და ჯერ თავი ცალკეა, ხელი ცალკეა, ფეხი ცალკეა, ჯერ ვერავინ იტყვის ეს ქანდაკება როგორი გამბოა, მაგრამ ღმერთი, რომელიც ყოვლის მჭრეტელია და მასში არ არსებობს დროითი გაგება, ის ჯერ არ სრულქმნილ სამყაროს უკვე აფასებს როგორც სრულქმნილს და ამბობს, რომ ეს სამყარო მშვენიერია ნაწილაკეობრივათაც და სრულათაც. აი უპირველეს აი ეს მშვენიერება ღვთისა, რომელიც კიდე როგორც უკვე აღნიშნეთ ქმნილებებში ასე ვთქვათ ქმნილებებში აისახა, ყველაზე მეტად აისახა ადამიანში. თავისთავად ცხადია, მოგეხსენება თქვენ რომ ღმერთმა ბიბლიის თანახმად მე-6 დღე შექმნა ადამიანი და როგორც აი გრიგოლ ნოსელი შესაქმისათვის კაცისა აქვს იცით თქვენ მას დაწერილი ეს ფუნდამენტალური ნაშრომი ადამიანის შესახებ, ის ამბობს რომ ადამიანი ეს არის სამყაროს გვირგვინი და თქვენ იცით რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, ხო? ხატება სწორედ ამ ხატებაში ბევრი რამ მოიაზრება, თქვა უკდავის სული, თავისუფალი ნებელობა, აი ამ ეს მშვენიერება სწორედ ადამიანში არის შთათესილი ხატისებრისად და
თავისთავად ცხადია ადამიანი რომელიც 64-ში ანუ თვითონ მას მშვენიერი იყო შინაგანათაც, გარეგანათაც და გარეგნულადაც და ხილვადადაც და გარემოც სადაც ის ცხოვრობდა ისიც ჩვენიერი იყო გულისხმობ 64-სეულ გარემოს. აი შემდგომ უკვე ადამიანის დაცემამ გამოიწვია ამ მშვენიერების შებრალვა კაცში და თქვენ იცით რომ ყველაზე მძიმე, აი მაგალითად ძალიან საინტერესო როცა ღმერთი, ანუ როცა დაეცა ადამიანი ცოდვით და ღმერთი ასე თქვა წყევლის დედაკაც, მამაკაც გველს აი ერთ-ერთი ფრაგმენტი არის იქ რომ ამბობს რომ ეკალს და ძეძს აღმოგიცენებ შენ მიწა. ეს ნიშნავს იმას რომ ამ მშვენიერ სამყაროში უკვე გაჩნდა პრობლემები, უკვე გაჩნდა ვთქვათ მოდით ესე ვთქვათ პრობლემაში გულისხმობთ რას თუნდაც სიმახინჯე, სიძნელე თუმცა აი ეს აქ უნდა კაცრად გავყოთ ერთი რამ რაც საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ცალსახად არის დამოწმებული რომ ღმერთს არანაირი ნაკლუევანება არ შეუქმნია. აი მაგალითად საუბარია სინათლესა და სიბნელეზე, ხო? სიბნელე ქმნილება არ არის. ქმნილება არის სინათლე. ბიბლიაში წერია თქვა ღმერთმა იქმნე ნათელი, ქმნა ბნელი არ წერი. სიბნელე რა არის? მოკლება სინათლისა. ისევე როგორც ბოროტება და სიკეთე ადამიანში ორივეა, მაგრამ ბოროტება ქმნილება არ არის. ბოროტება ეს არის მდგომარეობა, მოკლება სიკეთისა. ვინაიდან ზეკეთილმა ღმერთმა ადამიანი კეთილად შექმნა და სწორედ ეს სიკეთე და მშვენიერება თანაზიარია ამ შემთხვევაში ერთად მოიაზრება. აი დაცემის შემდგომ უკვე თუნდაც ადამიანის თქვენ იცით ყველაზე მძიმე საჯელი იყო სიკვდილი. და არის სიკვდილი, ხო? როდესაც ერთ უკვდავად შექმნილი ხორცის მათ შორის სული თავისთავად უკვდავია, მაგრამ ხორცის უკვდავად შექმნა ღმერთმა, ხო, თავიდან, მაგრამ ადამიანის არასწორმა არჩევანმა და ცოდვის ჩადენამ განაპირობა ის, რომ სული და სხეული გაყვერთვა ერთისაგან და სხეული გახდა რა, მიწაა და მიწადო იქცევა. მათაშორის აი წესის აგების მსახურებაში საოცარი სიტყვებია, აი მაგალითად ერთ-ერთი არის რომ აი მიცვალებულს მიმართავს სასულიერო პირი ამ სიტყვებით შვენიერებანი პირთანი დალპეს და სიჭაბუკისა ყვაველი დაალპოს სიკვდილმან და შემდგომ მე აგრძელებს რომ სად არის ის სილამაზე რომელიც ჩვენ ქონდა სად არის ის ადამიანები რომელთაც ჩვენ ურთიერთობდი სად არის ის პატივი და დიდება რომელიც ჩვენ ქონდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს სიკვდილი ასრულებს თუმცა ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა ცხადია ქრისტიანული თქვა სოფხედვა იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანის სული აგრძელებს შემდგომ თქვათ მარადიულ სამყოფელში ცხოვრებას. ანუ სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი არ არსებობს, ამ ყავი ბატონო არსებობს გარდაცვალება და ესეც დროებითი მდგომარეობა, ვიცით ჩვენ მოძღვრება მეორე მოსვლისა და მკვდართა აღდგენების შესახებ, როდესაც სულნი ისევ დაბრუნდებიან თავის სხეულში და სხეულები რომლებიც დღეს მიწად არიან ქცეულნი ისევ დაიტევენ და აღდგება ასე რომ ვთქვათ ის პირველადი მშვენიერება რაც ღმერთმა ადამიანში შთადო. მამა გიორგი აი ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ დასაბამს მშვენიერებისა. აი რომ განვიხილოთ და მეტად ნათელი იყოს ჩვენი მაყურებლისთვის ახლა ვინც ვიყურებს და გვისმენს რაში მდგომარეობს ქრისტიანული გაგება მშვენიერების ეს რომ როგორ უნდა გავიგოთ როგორც ქრისტიანული გაგება მშვენიერება. კი ბატონო, დიახ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ქრისტიანობაში მშვენიერება გულისხმობს საღვთო სიკეთეებს. ანუ ადამიანი აი თუ კი ჩვენ თქვით რომ დაირღვა სულისა და ხორცის თქვათ ერთობა, ანუ დღევანდელ დაცემის შემდგომ დროინდელ კაცობრიობაში შეიძლება ადამიანის სხეულებრივად ნახინჯი იყოს, მაგრამ ის იყოს მშვენიერი სწორედ თავისი კეთილსიკეთის და ღვთისმშვენიერი საქმეთა გამო. ან პირუკუს შეიძლება თქვა ადამიანი გარეგნულად ლამაზი იყოს და ორივე შეიძლება თქვა ასე შემდეგ. ანუ ადამიანის მშვენიერება უკვე ქრისტიანობაში განისაზღვრება მისი შინაგანი მდგომარეობით. აი ამის მაგალითს ჩვენ შეგვიძლია მოვიხოთ ძალიან კარგი მაგალითია სახარებაში, როდესაც იოსებ არიმათიელს რომელმაც გარდამოხსნა მაცხოვარი ჯვრიდან ეწოდება შვენიერი იოსებ. ასე პირდაპირ წერია სახარებაში იოსებ შვენიერი ეუსქემონ ასე არის ბერძნულში იქაც ნიშნავს შვენიერს. და აი თუ კი ამასთან დაკავშირებით განმარტებლების ასე ვთქვათ ერთობლიობას წარმოადგენთ, აზრი ასე ყალიბდება რომ აქ არ იგულისხმება მარტო ის რომ ის გარეგნულად ლამაზია, თუმცა გარეგნულადაც ლამაზი შესაძლებელი უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ის რომ იოსები იყო შინაგანად ჩვენიერი, ანუ მოწესრიგებული და საღვთო სიკეთეებით შემკული, რომ და სწორედ ამიტომ ინება უფალმა რომ სწორედ მას ego პატივი რომ გარდამოეხსნა
ჯვრიდან მაცხოვრის სხეული და დაეფლა აკლდამაში, საიდანაც ვიცით მე 13 დღეს აღდგა მაცხოვარი. ანუ ეს თუნდაც აი ეს მოცემულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ უწოდებს წმინდა იოსებს მშვენიერს პირველეს ყოვლისა მისი შინაგან სიკეთეთა გამო. აი ქართულ ჰაგიოგრაფიას თუ შევეხებით, ძალიან საინტერესოა შუშანიკის წამება ამ კუთხით. აი ჩვენ ეს უბრწყინვალე ძეგლი ჩვენი ლიტერატურისა, ჰაგიოგრაფიისა და ეკლესიისა უპირველეს ყოვლისა თქვენ გახსოვთ წმინდა შუშანიკის დედოფალი, რომელიც როგორც იაკობ ცურტაველი, ანუ ავტორი ამ წმინდა წიგნისა, ამბობს, რომ ის ძალიან ლამაზი იყო, თუმცა შემდგომ 6 წელი რაც საფრთხეში იყო, კი ბატონო, დავწერია, რომ რა თქმა უნდა ის დაზიანდა სხეულებრივად, მაგრამ იაკობ ხუცესი ხასვავს მის შინაგან მშვენიერებას. ალბათ მწვერვალი ამ ნაწარმოების აი ჩვენს თემას რაც შეეხება არის შემდეგი სიუჟეტი, როდესაც აი ამ სწორედ 6 წლის შემდეგ იაკობ ხუცესი კიდევ ერთხელ მორიგად შედის საპყრობილეში, ესე იგი შუშანიკთან და შუშანიკ დედოფალს უკვე სხეული ულპება და მატლები და ეს ასე წერია პირდაპირ და მატლს აჩვენებსო იაკობს და უხარია რომ ეს მატლი მას ესება და იაკობიც კი მიხედავს რომ ბუდელია შეძრწუნდება და ამბობს რომ ეს რა თქმა უნდა შეცდომდება ამის გამო რადგან მიუგებს შუშანიკი რომ მას უხარია ვინაიდან ჯობია რომ ამ მატლთაგან იქნას დაჭმული ვიდრე იმ მატლთაგან რომელიც შეიძლება ადამიანს ოჯახში შეემთხიოს ანუ აქაც აი მე ერთგან წერს კიდე როცა აღწერს რომ ის იყო შეკრული ბორკილებით როგორც სამკაულებით ასეთი შედარება მოყავს იაკობ ხუცეს შუშანიკთან მიმართებაში. ანუ ყოველივე ეს ასაჩინოებს რას რომ შუშანიკ დედოფალი რომელიც სხეულებრივად მართალია დამძდა, მაგრამ სულით იმდენად გამშვენდა და იქ წერია რომ საპყრობილეშიც კი გაამშვენიერა ყველაფერი მისი მოღვაწეობით. აი ეს ცალსახად უსვამს ქრისტიანობის უმთავრეს იდეას რომ ადამიანის მშვენიერება ნიშნავს უპირველეს ყოვლისა მის შინაგან მდგომარეობას. აი ახლა მერთან მიმართებაში როგორ აღვიქვამთ ჩვენ ღმერთს და რა არის აი ღვთისხილვა, აი ძალიან საინტერესო გახლავთ. მაგალითად ფსალმში წერია ასეთ სიტყვები განიცადეთ და იხილეთ რამე თუ ტკბილარს უფალი. აი ფორმულირებას რომ დავაკვეთ ჩვენ ბასილ დიდი განმარტავს ამ ფსალმს განიცადეთ და იხილეთ. ზოგადად აი ყოფით ასპექტში როგორ არის. რაღაცა რომ ჩვენ განვიცადოთ, ჯერ პირიქით უნდა ვიხილოთ და მე განვიცით მას. აი მაგალითად კარგ ნახატი რომ შევაფასოთ, ჯერ უნდა ნახოთ ის და მე შევავ თუ ვერ ვნახეთ, ხო ვერ შევაფასებთ. მუსიკა რომ შევაფასოთ, ჯერ უნდა მოვისმინოთ, ლექსი რომ თქვა შევაფასოთ, ასევე უნდა მოვისმინოთ და ასე შემდეგ. მაგრამ უყურეთ ღმერთთან მიმართებაში როგორ არის, ჯერ ის უნდა განვიცადოთ და მე გავხვდებით მისი მხილველი. მხილველნი არა მატერიალურად მინდა რომ მატერიალურობა ღმერთს ერთ არ გააჩნია, არამედ განცდითად და სწორედ ეს არის ის მშვენიერება, რაზე ჩვენ საუბრობთ და აი ბასილ დიდი ამბობს რომ როგორც მე თქვენ რაც არ უნდა გესაუბროთ თაფლის სიკეთეზე ამბობს ის, მაგრამ თქვენ მაინც ვერ მიხვდებით თაფლს თუ რა არის, საბოლოოდ თუ თქვენ თვითონ არ დააგემოვნებთ მას, ასევე რაც არ უნდა გესაუბროთ საღვთო სიკეთეზე და მშვენიერებაზე და განცდაზე ღვთისა, თქვენ ამას ვერ მიხვდებით, სანამ თქვენ თვითონ არ ესე იგი არ იქნებით განცდელი ამ მადლისა ბრძანებს ის. აი სოფლიო ისტორიას რო გადავევალ, თვალე ძალიან საინტერესოა როგორ ვითარდებოდა ამ კუთხით სოფლიო აზროვნების ისტორია. აი გულისხმობ დღიდან ადამიანის დაცემისა. აი ანტიკური ეპოქა, თუნდაც ანტიკური ხელოვნება, ფილოსოფია, იქ დაბრუნდა ეს თქვენ იცით ცნობილი, ასე ვთქვათ, პოსტულატი ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული ეს იყო. და ამის გამოვლენა იყო მაშინდელი ლიტერატურა, ხელოვნება, იულიუს იუვენალის სატირებიდან გახლავთ ეს სიტყვა, რომელიც შემდგომ მთელ ფაქტობრივად შეიძლება ასე დასათაურდა სრულიად ანტიკური ხელოვნება. ხო, წარმოდით ესე ვთქვათ, წარმართული ხელოვნება, წარმართული საზოგადოება, რომელიც მაშინდელი სოფლიოს უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა, ხო, ცალკე იყო ვთქვათ, მოსერჯულს დაქვემდებარებული ისრაელიერი, რომელიც ნუ ახლა რა თქმა უნდა სიმცირით იყო გამორჩეული დანარჩენ სოფლიოს საზოგადოებასთან. და ამის შემდგომ უკვე ნუ ქრისტე მოვიდა და ქრისტე ჩვენ უკვე საუბრობთ იმაზე, რომ ქრისტიანული გაგებით რა არის მშვენიერება, ხო, ვთქვათ, აი როგორ ამის დადასტურება თავად მაცხოვარი, რომელიც ჯვარს ეცვა და შეურაცხყვეს მისი სხეული საშინლად, მაგრამ აღდგა დიდებით. ხო, ანუ მან დაადასტურა ის, რომ ადამიანის თუნდაც გარეგნულად შეურაცხადი მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მის შინაგან მდგომარეობას და მან სიკვდილით დაანარჩა.
დაამარცხა. აი რო გავყვეთ თქვა ამ აზროვნებას რა მოხდა შემდგომ მერე თქვა იგივე რენესანსის ეპოქაში თქვა დღევანდელი ევროპის მასშტაბით არა რენესანსის ეპოქა რენესანსი თქვენიც და აღდგომას აღდგინებას განახლებას ნიშნავს ფაქტობრივად რენესანსის ეპოქამ ის ძველი ანტიკური ხელოვნება ტენდენციები ამიტომ ქვია მას რენესანსი რომ ის ძველი ანტიკური ხელოვნების ღირებულებები გადმოიღო და ცნობილია მაგალითად მიქელანჯელო ну რა თქმა უნდა აქ რაზეა საუბარი აქ რა თქმა უნდა ეს დიდი ხელოვნება ამაზე ორი აზრი არ არსებობს დიდი როგორც ისევე ანტიკური ხელოვნება თუ ლიტერატურა ასევე რენესანსის ეპოქის დროინდელი ხელოვნება უაღრესად დიდი ხელოვნება აქ არის სხეულის იდეალური ზომები მაგალითად ცნობილია რომ მიქელანჯელო გვამებს ყიდულობდა და შემდგომ მიქონდა სახელოსნოში და დეტალურად სწავლობდა ადამიანის ანატომიას და შემდგომ ეს სწავლება მას ასახული აქვს თავის ქმნილებებში განსაკუთრებით და არა მარტო ბიბლიურ ქმნილებებს გულისხმობს ჩვენ პიეტა მაგალითად არა როგორ გარდამოხსნის ღვთისმშობელი მაცხოვარს და როგორ არის შეძრწუნებული ის და აი სრული ტრაგიზმი ასახული მარიამის სახეზე იოანე ღვთისმეტყველის სახეზე. აი მაგრამ უბრალოდ რაში არის სხვაობა, რატო დაკარგა თუნდაც ამ ღმერთთან კავშირი, რომ ეს ტრაგიზმი აქ არ ჩანს აღდგომის სიხარული თქვა პიეტაში, ხო? და ასე შემდეგ. აი მაგალითად ერთ-ერთი ასეთი მაგალითიც კი ასწობილი, რომ ერთხელ როცა მიქელანჯელომ ერთ-ერთი ქანდაკება გააკეთა იმდენად ეს რეალური იყო, რომ უზანა რომ ხმა ამოეყო, რა თქმა უნდა, ეხლა ხანდაკება ხმას რა მოიღებდა და საკუთარი ხელით გაანადგურა ის. ანუ აქედან კარგად ჩანს თვითონ ამ ეპოქის აზროვნება, რომ რა თქმა უნდა, აი ღმერთს და ქმნის ხელოვნებას, მაგრამ ღმერთს დაშორებულს და ამის საუკეთესო მაგალითია თუ კი ჩვენ შევადარებთ ამ ქმნილებებს, რაზე ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ და ხატს. ხატიც ხო ხელოვნება, გულისხმობთ აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ხელოვნებას თავის ცხადია, მაგრამ როგორ შენარჩუნდა თქვათ ხატში სულიერება, რა თქმა უნდა, მატერიალურად არ გავიტყვი, ფიზიკურად ხილვადია ხატი, ხო? ხატი არა უხილავი ხატი არ არსებობს, ხო? სწორედ ხატის ფუნქცია ეს არის, რომ უხილავი ხილულად წარადგინოს ადამიანის წინაშე, არა? ზეღმერთის განკაცებაა ხატწერი საფუძველი, ზეღმერთიდან უხილავი გახდა ხილული და როგორც ივან დამასკელი ბრძანებს, უნივთო გახდა ნივთქმილი და ამიტომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ვისა, რომ ნივთიად აგვეწერა ღმერთი და გადმოგვეცა ადამიანებს, მაგრამ ხატში თქვენ ალბათ და ჩვენი ტელემაყურებელიც გარწმუნებული ვარ დაკვირვებულია, ხატში შენარჩუნებულია სწორედ ის კავშირი, ერთი მხრივ რა თქმა უნდა არის ფიზიკურობა ხატში, მაგრამ მეორე მხრივ ეს ფიზიკურობა არ არის მიჯაჭვული მიციერებასთან. ეს არ არის მთლიანად რეალისტური ერთი მხრივ, მაგრამ მეორედ არ არის წმინდად რეალისტური. და ის ყოველთვის თქვათ ის ყოველთვის დაკავშირებულია ზესასთან, ღმერთთან. სხვათაშორის თავის ძროზე მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების დროს აიგრძალა მრგვალი ქანდაკება ქრისტიანობაში. მრგვალი იქამდე მიღებული იყო და დასავლურ სამყაროში ახლაც მიღებულია. მაგრამ რატომ აიგრძალა მრგვალი ქანდაკება? სწორედ იმიტომ, რომ მრგვალი ქანდაკება წმინდად რეალისტურს ხდის გამოსახულებას და რომ არ დაეკარგა ეს ერთი მხრივ კიდევ ერთხელ რეალისტურია, მაგრამ მეორე მხრივ ეს რეალობა რომ ზეცას უკავშირდება და ეს რეალობა რომ ღმერთმა განაღმრთო. აი ეს მომენტი აღარ მამა გიორგი ცოტა დრო გრჩება და რაღაცნაირად თანამედროვე ეპოქასაც რომ შევეხოთ და დღეს თქვათ როგორ არის და საერო გაგებით, არა მხოლოდ ქრისტიანული გაგებით, მშვენიერების აღქმა როგორია, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე და არაერთი მაგალითი მოიტანეთ წმინდა წერილიდან, რაც ამოწმებს იმას, რომ მშვენიერება ნიშნავს ადამიანის სულიერ მდგომარეობას და ანუ ამას უკავშირდება პირველ რიგში. მაგრამ აი დღევანდელი ადამიანი, თუნდაც თქვათ შეიძლება მრევლი იყოს, ეკლესიის წევრი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიბერეს შეებრძოლოს და უფრო მეტ აქცენტს მაინც ხორციელებაზე აკეთებს და გარეგნულ მდგომარეობაზე. ამ დროს თქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს. რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა და როგორ მიიღწევა მშვენიერება ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ქრისტიანული გაგებით. ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ისეთ აი დღიდან ადამიანის დაცემისა და დღიდან იმ დღისა, როდესაც სიკვდილი გამეფდა ადამიანი, არა მარტო ადამიანის სრულიად სამყაროზე, ადამიანის სწორედ ამისთვის იბრძვის, რომ რაღაცნაირად აი სიკვდილს თავი დაახციოს, ან როგორც თქვენ თქვით, გაიხანგრძლივოს ცხოვრება, აი თანამედროვეობა ახსენეთ თქვენ და აი ძალიან ხშირი აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ადამიანები მიმართავენ სხვადასხვა თქვათ ხერხს, რომ თქვათ ეს ახლა ფიზიკურ ასე ვთქვათ სილამაზეზე ზრუნვა სულისულად არ არის, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, პირიქით ძალიან კარგია, მაგრამ
აი ერთი შემთხვევა დამისახელდა, როდესაც ადამიანმა შეძლო რომ არ მკვდარიყო ამ ქვეყნად. ანუ იცით რა არის რომ საბოლოო ჯამში სიკვდილი უდებს ანუ სიკვდილით ღმერთი უუნება სამყაროს რომ შენ ადამიანს რომ შენ რაც არ უნდა გააკეთო როგორც არ უნდა მოიქცე თუ კი ჩემთან არ იქნები შენი ცხოვრება უცბლოდ დასრულდება ანუ შენ ჩემ ხელში ხარ და თავის ძოზე აი რა უნდა გააკეთოს თქვენ ბრძანეთ უპირველეს ყოვლისა მას უნდა ახსოვდეს რომ პირველი აი თუ ჩვენი თემის ასე ვთქვათ ასპექტიდან რომ ამოვიდეთ რომ მშვენიერება უპირველეს ყოვლისა სულშია და თუ კი ადამიანი შინაგანად მშვენიერი ანუ გულისხმობ შინაგანად ღვთის მადლის მატარებელია აი პავლე მოციქული მაგალითად ამბობს თავის ეპისტოლეში რომ თქვენი სხეულები უნდა იყოს სულიწმიდის ტაძარი ანუ ჭურჭელი ტაძარი ამ შემთხვევაში ჭურჭელს ნიშნავს ჭურჭელში ანუ ჭურჭელი რატომ არის საინტერესო ჭურჭელი შეიძლება ჩაასხა როგორც სუფთაწყალი ისე თქვათ დაბინძურებული სითხე არა და ის ამბობს რომ თუ კი თქვენი ჭურჭელი სუფთა იქნება მაშინ თქვენში დაემკვიდრება მადლის სულისაწმინდისა აი თუ კი ადამიანი რა კიდევ ერთხელ რაც არ უნდა გარეგნულად თუნდაც არ იყოს თქვათ ფიზიკურად ხილვადად ლამაზი თუ კი მისი შინაგანი მდგომარეობა საღვთო სიკეთეებით არის სავსე ის ღვთის წინაშე მშვენიერია და თუმცა კიდევ ერთხელ ახლა ისე არ იყოს ეს გაგებული რომ ფიზიკურ სილამაზესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სხეულსაც ერთი პერიოდი იყო ხოლმე ამას საუბარი რომ თითქოს სხეულს ქრისტიანობა უარყოფს იყო ასეთი მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში რა თქმა უნდა იმიტომ რომ სხეულს აი როგორც უკვე გითხარით სულიწმინდის ტაძრად სახელდებს პავლე მოციქული და სხეულით ღმერთმა სხეულით შექმნა ადამიანი და ამით განასხვავა ის უსხეულო თქვათ ზეცი უძალთაგან თუნდაც და ადამიანი არ არის არასოდეს მარტო სული ის ყოველთვის არის ერთობა სხეულისა და სულისა დღეს გარდაცვლილი ადამიანები თუნდაც სამოთხეში მყოფნი არა სრულ მდგომარეობაში იმყოფებიან მაინც იმიტომ რომ მათ აკლიათ ის რაც ღმერთმა თავიდანვე შეიქმნა სხეულები მიწაშია თქვათ ხო ამიტომაც არის მეორე მოსვლა და აღდგომა უკვე აგვირგვინებს ამ ნაკვლევანებას აავსებს ამ ნაკვლევანებას და უკვე მეორე მოსვლის და აღდგომის შემდგომ ადამიანები რომელიც სამოთხეში არიან უკვე ინეტარებენ არა მარტო სულით არამედ სხეულითაც და აღდგება ის ერთობა რომელიც ღმერთმა შექმნა და ის კანონზომიერება ასე ვთქვათ რომელიც ღმერთმა დასაბამში შექმნა ადამიანის სულისა და ხორცის ერთობად. დიახ და ზომიერებაზეა ხო პირველ რიგში საუბარი რომ ვთქვათ ზომიერად მივაქციოთ სხეულს ყურადღება და რომ უმთავრესი არის სულის მშვენიერება. ეძიებდით უპირველეს აი მასხურის ტყვებით დავასრულოთ თქვენს ნებართვით ეძიებდით უპირველესად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი გულისხმობა ყოველივე მატერიალური ყოფითი სხეულებრივი ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ ანუ პირველ რიგში ამაზე იზრუნეთ უმასხური გეუბნება და ამ ყველაფერს მე მოგცემთ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს ვთქვათ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალობიძე 9 საათი შესრულდა მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ სტუდიაში ამოჩვენო რომელი ხარ ცათა შინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვით არცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა
არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ერთსულოვნების დილა კვლავ პირდაპირ ეთერშია და ვაგრძელებთ გადაცემას. საქართველოს ეროვნულ არქივში დღეს კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნება. ფილმები, რომელიც ყველასათვის საყვარელი და დასამახსოვრებელია თავისი გმირებით, პერსონაჟებითა და ამბებით.
ვიდრე ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ჩაგურთვება პირდაპირ ეთერში, ვნახოთ ბატონი ელდარის ფილმების ვიდეო კოლაჟი. არასდროს დამოვიწყდა დედას დანაბარები, დედას შემის. როდესაც ადამიანს მთელი გულით შეუძლეს სიკეთის გაცემა და სხვების გაღება, თუ ეს მის ახლობლებს და მეგობრებს დასჭირდებათ. სწორედ მაშინ იქნები ღირსეული ადამიანი და ბედნიერი. აი ამ დანაბარებით მთელი ცხოვრება ვიცხოვრე და ვცხოვრე. ეს ორი სათაური მაინც დატოვე, არა? აი, მესასალაირე. ამას თქვენ ვერ გაარჩევთ, მომეცით მე თვითონ წაგიგითხავთ. ბოლომდე? კი ბატონო, ბოლომდე. მოდი იცი რა ვხაცოს. ალაგ-ალაგ წამიგით. ძირითადი მომენტები. თუ გნებავთ, სულ არ წავიგითხავ. რატო ბრაზობსასო? იახ. კი ბატონო? კი ბატონო, გიახლებით. გამომდივარ ახლა. აი ხედა? ამას შეესაკ. უნდა დავიდე. დაგიღო. რაღაცა ამ ბოლო დროს თავის ბრვალი დამეწყო. კიდე შემაქანა, უკაცრავად, რა იგრძენით? ჭირიდა სიკვდილი. ალბათ დაბალი წნევა გაქვთ, ქალბატონო თამა. 100 ამბობენ და რა ვიცი. პრემიები იქნება ქალბატონო თამა. პრემიები კი არა ხელფასი ვერ დაგვირიგებია. სად არის ოთარი ამდეხამ? ქვემოთ თველია. კიდე შემაქანა. მარჯვნივ თუ მარცხნივ? მოიწაკეთ ერთი. აბადიეთ. ჩვენ შემოწმებაზე ჩამოვედი. რა უნდა შეამოწმოთ? კეიფის გუნებაზე ხართ თუ არა? ოდა ვიქეიფოთ. აი ეს სკვარი ჩვენი, თევზი თქვენი. ღვინო ჩვენი არა თქვენი. ხაპუცა ხარ? მაინც ვისთან მოხვედით, რომელია ბიჭო? ნუ გწონია თქვი, ჩემთან მოხვედი? იქნებ ჩემთან. თუ ჩემთან. რა არის ბიჭო, ნიშანი მაინც დაგედო. კარგად დაგვიდი, არ შეგეშალო. გამარჯობა კეთ. Так. ესე ჩვენი ძვირფასი სწავლე. ჩემი სავლე, რა გიქნეს ჩემო სავლე? ვაი. ბატონო ბრო, თქვენ ესე იგი ძეგლი გნებავთ, არა? ხვა ხო მოგწონს. შესანიშნავია. როგორი გნებავთ? ხმლით, ფარით თუ კისერზე წურბლებით, ნუ, მითხარით. ნუ გერიდებათ. მითხარით. ბრალია. მოიცა. ხელი ბიჭო, ასე გასავლე, ეს ელიას, და ესე. dim taordam. ისევე უეჭველია, როგორც ორჯერ ორი არის ორი. კრაბრძანე. რას გასწავლიდან შეუბედურო გიმნაზიაში? არა ბატონო, არა, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით. არა და უნდა გავფრინდეთ. აქედან ვერ ამოშლით, ვერ. იმარა, ყველაფერი ამას რომ მორჩებით და გასაფრენად რო გვექნება საქმე. რაფერ გავთ აქედან? 7 ვერსი უკვე გათხრილია. ჭეშმარიტება? ეს არაა ჩემთვის ჭეშმარიტება. ეს არა აქსიომა. თქვენი თქვით ბატონო ერთაოდ. მე ჩემსას ვიტყვი. ხოლო ვინ არის ჩვენ შორის მართალი? იქ გამოჩნდება ზეცაში. შოს ვეღარ გაიგო ამ ხალხმა რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან დრუნვადიც. 3, 2, 1, შესვლა. ეს მინუს. რაშადით ვინოქცა დამისუბლება. დაურდი დედამიწას. უგუნურნო, აქ გაგაფრთხილეთ, განერიდეთ ხეთი აკაურებას, იქით. დონერტაოს მოუმატეთ შინაგან სიმთურვალეს. უმატე ბიჭია ბაბა, უმატე. აურძნაეს? მოიწონეთი მოფრიდავდა.
ესე იგი მართლაც საოცარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა ბატონმა ელდერმა, როგორც ჩვენ ქართველებს და ასევე მთელ მსოფლიო კინემატოგრაფს თავისი შემოქმედებით და რამდენიმე დღის წინ შესრულდა მისი გარდაცვალებიდან 40 დღე 12 სექტემბერს, თუმცა მისი ფილმები, მისი შემოქმედება, რა თქმა უნდა, არის უკვდავი და ყველა თაობისთვის საყვარელი და ასეც იქნება და ასეც გაგრძელდება, რა თქმა უნდა. არაჩვეულებრივი ფილმების შესანიშნავი არაჩვეულებრივი პერსონაჟები, რომელთა ფრაზებსაც, სიტყვებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ ყოველთვის. ასია ნამდვილად და დღეს იხსნება, როგორც უთხარით ჩვენს მაყურებელს, საქართველოს ეროვნულ არქივში რეტროსპექტივა ბატონი ელდარ შენგელაიას ფილმებისა. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი იმყოფება საქართველოს ეროვნულ არქივში და ჩაგვერთვება სწორედ ამ ადგილიდან. მოგესალმებით ნინი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ნამდვილად ის ფილმები, რომლებსაც ჩვენი ტელემაყურებელი ეკრანზე თვალყურს ადევნებდა, ქართული კინოკლასიკის უნიკალურ შედევრებს წარმოადგენს. ელდარ შენგელაია ეს არის რეჟისორი, რომელმაც თავისი შემოქმედებით, სევდისა და იუმორის შერწყმით თითოეული მაყურებლის გულამდე მიაღწია. მე ახლა სწორედ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს სტუმრობ, სადაც ამ გენიალური რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება. შერეკილები, ცისფერი მთები, არაჩვეულებრივი გამოფენა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფილმების, რომლის ხილვასაც მაყურებელი ეროვნულ არქივში შეძლებს. დამეთანხმებით, რომ ეს ფილმები ყველასათვის საყვარელია და დღემდე გვახსოვს თითოეულ ჩვენგანს მისი ფრაზები და ხშირად შევეხუმრებით ხოლმე კიდეც ერთმანეთს ამ ფრაზებით. ჩემთან ერთად ახლა არის ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა სურაძე. ქალბატონო მანანა, მოგესალმებით. მოგვიყევით, რას იხილავს მაყურებელი ეროვნულ არქივში და ასევე რთულია, მაგრამ ბატონი ელდარის შესახებაც რომ გითხრათ, რა სიტყვით? კინოცენტრის მიერ ბოლო წლების მანძილზე და მიმდინარეობს პროგრამა, პროექტი არის ესეთი კინოკლასიკა, ქართული კინომემკვიდრეობა, რომლის ფარგლებშიც ბატონი ელდარ შენგელაიას ყველა ფილმი არის აღდგენილი და მე მოხარული ვარ, რომ მის სიცოცხლეში მოხდა. ამიტომ ნაჩვენები იქნება ფილმებზე ალბათ მოგვიანებით ვილაპარაკებ, მაგრამ ეს რეტროსპექტივა მიუხედავად იმისა, რომ ამ დარბაზში ეროვნულ არქივთან ერთად ძალიან ბევრი რეტროსპექტივა გვაქვს გაკეთებული, მისი ფილმების სხვადასხვა რეტროსპექტივებში გვაქვს ნაჩვენები და ამ ჯერზე ეს რეტროსპექტივა ეძღვნება მის ხსოვნას. ყველა ვიცით, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ გავიდა 40 დღე, რაც ბატონი ელდარი წავიდა და თითქოს ამითი ასლოვანი რაღაც ეპოქა დამთავრდა შენგელაიების ოჯახის, მამის და ორი ძმის, თითქოს ეს ცალკე ეპოქა დასრულდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი ასწლეულები გაუძლებს ამ ოჯახის და ამ ადამიანების შემოქმედება და ეს რეტროსპექტივა ეძღვნება მის ხსოვნას. ეს არის ჩვენს მხრიდან კიდევ ერთხელ მადლობის გადახდა ბატონი ელდარისთვის, მისი შემოქმედებისთვის და არა მხოლოდ ფილმებისთვის. იგი საკმაოდ აქტიური იყო კინოპროცესებში. მე შემიძლია აღვნიშნო, რომ ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი იდეის ავტორი და დამფუძნებელიც ბატონი ელდარი იყო. ამიტომ ეს არის მადლიერების და მადლობის თქმა მის ხსოვნის მიწვევ რეტროსპექტივაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი მოვა, იმიტომ რომ ამ დარბაზში მის ფილმებს მაყურებელი ყოველთვის სავსე იყო დარბაზი და არასოდეს არ ყოფილა ამის პრობლემა და კიდევ ერთხელ ნახავენ და ისიამოვნებენ. ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი ფილმები დაიწყება თეთრი ქარავანით, რომელიც მან თამაზ მელიავასთან ერთად გააკეთა, ეს მის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, იქნება არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, ცისფერი მთები, ასევე ბოლო პერიოდში გადაღებული მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მრავალჟამიერი. ასე რომ ველოდებით მაყურებელს და რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ რეტროსპექტივას და კიდევ ბევრჯერ ექნება შესაძლებლობა მაყურებელს ამ დარბაზში მის ფილმების ნახვა, მაგრამ ამ ჯერზე მოდით ესე მივაგოთ, ეს გადავწყვიტეთ, რომ გადავუხადოთ მადლობა და მივაგოთ პატივი მის ხსოვნას. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთან ერთად ასევე არის ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი კაკაბაძე. ბატონო გიორგი, მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, რა მიზანს ემსახურება? ალბათ ელდარ შენგელაიას ხსოვნის უკვდავყოფას, ხო? მოგესალმებით, დიახ.
ეს პროექტი თვითონ რაც გულისხმობს ქალბატონმა მანანამაც ახსენა რომ არის კინომემკვიდრეობის რესტავრაციის პროექტი, ეს უკვე წლებია მიმდინარეობს და ამ პროექტის ფარგლებში ხდება ქართული გამორჩეული რეჟისორების, გამორჩეული ქართული ფილმების ციფრული რესტავრაცია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს ყველაფერი 100 წლის განმავლობაში ხდებოდა ამ ფილმების გადაღება, ეს ხდებოდა კინოფირზე და დღეს გვაქვს იმის ტექნიკური საშუალება და ფუფუნებაც, რომ ვთქვათ ეს ფილმები დაუბრუნოთ ეკრანს უკვე რესტავრირებული სახით, რადგან ეს კინოფილმები წლების განმავლობაში რა თქმა უნდა განიცდის მთელ რიგ დაზიანებებს, ზოგი საჭიროებს ციფრულ ჩარევას და ყველაფრის გამოსწორებას, რასაც ჩვენ ეროვნული არქივი და ეროვნული კინოცენტრი წლების განმავლობაში ძალიან წარმატებულად ვახორციელებთ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ თქვა ჩვენ კინოთეატრზე, ან მხოლოდ საქართველოს მასშტაბზე. ეს ფილმები მოგზაურობს მთელ მსოფლიოში. თუნდაც რო ვახსენეთ ეს ფილმი ელდარ შენგელაის თამაზმელიევას თეთრი ქარავანი რამდენიმე წლის წინ იყო კან კლასიკის სექციაში და მსოფლიოს ძალიან ბევრი ფესტივალი თუ ინსტიტუცია ითხოვს ხოლმე ჩვენი კინომემკვიდრეობის ნიმუშებს და სწორედ ამ პროექტის მთავარი მიზანი არის, რომ არა მარტო ქართველ მაყურებელს ლოკალურად გავაცნოთ, ასე ვთქვათ, შევახსენოთ ეს ფილმები და ვაჩვენოთ ახალი განახლებული ხარისხით, არამედ მთელ მსოფლიოს გაუზიაროთ ჩვენი კინომემკვიდრეობა, მათ შორის რა თქმა უნდა ელდარ შენგელაიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კინომემკვიდრეობაში და სწორედ ის ფილმები, რაც გავა ამ რეტროსპექტივის ფარგლებში, აქედან 5 ფილმი არის ზუსტად რესტავრირებული ამ პროექტის ფარგლებში და ეს ფილმების ჩვენებები რა თქმა უნდა გაგრძელდება, რეტროსპექტივებიც გაგრძელდება, ფილმების რესტავრაციებიც გაგრძელდება და ეს არის ასე ვთქვათ უწყვეტი პროექტი, რომელიც ხორციელდება უკვე 6 თუ 7 წელია. ასე რომ ვფიქრობ, რომ არის ძალიან საინტერესო და საჭირო საქმე ჩვენი არა მარტო კინომემკვიდრეობის, ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის კუთხით. კი ბატონო და თქვენ მიერ ნახსენები ფილმი თეთრი ქარავანით გაიხსნება ხომ ეს რეტროსპექტივა და რამდენი დღის განმავლობაში შეიძლება მაყურებელს ამ ფილმების ნახვა? ეს იქნება 4 დღიანი რეტროსპექტივა, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი კვირა. სამუშაო დღეებში ცოტა არაკომფორტულია ხოლმე. ვთქვათ და დავნიშნეთ თითო სეანსი საღამოს 7 საათზე, იქნება ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს იქნება უკვე შუადღის 3 საათზე და 5 საათზე ორ-ორი ფილმი გაიხსნება თეთრი ქარავანით, შენგელაიას და მელიავას ფილმით და დაიხურება მრავალჟამიერით კვირა დღეს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა რეტროსპექტივა და ყველა ღონისძიება, რომელიც ეროვნული არქივი მართავს ხოლმე ამ კინოდარბაზში, დასწრება არის აბსოლუტურად თავისუფალი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სურვილისამებრ მოვიდეს და დაესწროს ნამდვილად ამ საინტერესო და ძალიან კარგ კინოფილმების რეტროსპექტივას. დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს იუსტიციის ეროვნული არქივი გენიალური რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას 22 ოქტომბრამდე უმასპინძლებს. ძალიან დიდი მადლობა ნინი საინტერესო ჩართვისთვის. მაყურებელმა შეიტყო, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში დღეს იხსნება ბატონი ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა და უფასო არის დასწრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი კინომოყვარულისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი. ვაგრძელებთ გადაცემას, შემოგვიერთდა ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ბავშვები და განათლება, ესე იგი, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, განვითარებისთვის სხვადასხვა წრეზე სიარული და როგორ ეთავსება ეს თქვა დაწყებით კლასებში სწავლას. აი სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ ქალბატონ თამარ მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევით. რა თქმა უნდა ჩვენ მშობლებს ყოველთვის გვინდა რომ მაქსიმალურად განვითარებულები იყვნენ ჩვენი შვილები, სხვადასხვა სფეროს გაეცნონ და ეს მოხდეს ვთქვათ სკოლაში შესვლისთანავე, დაწყებით კლასებშივე, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და ბავშვის ინტერესების აღმოჩენაც ასევე, რომ არ დავაზიანოთ პირიქით ბავშვი. აი ამაზე დავიწყოთ, ამით დავიწყოთ საუბარი. რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა და როგორ მოვნახოთ ეს ბალანსი ბავშვის ინტერესებსა და მის შესაძლებლობებს შორის. აი არაჩვეულებრივი მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის, ძალიან აქტუალური თემა და არაჩვეულებრივი შესავალი, ვინაიდან ერთის მხრივ ჩვენი мотиваცია რომ არ დავაკლოთ რამე სრულიად ლოგიკურია, თუმცა მეორეს მხრივ სწორედ მოქროს შუალედი არ ვავნოთ, არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. ამაში თეორიულად მშობლები გვეთანხმებიან, ოღონდ რა თქმა უნდა ცოტა ზედმეტი მოგდის ხოლმე
იქნება, იმიტომ რომ იმდენად გვინდა რომ არაფერს გამოაკლდეს ბავშვი, ჩვენ არ დავაგვიანოთ რამე, რომ ცოტა შეიძლება ზედმეტი მოგვივიდეს. აი სად გადის წითელი ხაზები მაგალითად, რომ არ დავაკლოთ და არ ვავნოთ, აი ვეცადოთ რომ ეს ჩამოვაყალიბოთ დღეს სწორედ. რა თქმა უნდა. ანუ თეორიულად ითვალისწინებს, თუმცა პრაქტიკაში არ გამოდის. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძნელია ხე მშობელი არ დაგეთანხმოს, რომ მე არ მინდა რომ ზიანი მივაყენო, რა თქმა უნდა, თუმცა არ მინდა რომ დავაკლოთ. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა დავაკლოთ, მაგრამ არ უნდა დავაზიანოთ. ოღონდ ბალანსის დაცვა გვიჭირს ხოლმე კი. აქ ხშირად მოქმედებს ისიც, რომ აი რაღაცა მიმბაძველობა და უშუალოდ იქ რაღაცა საერთო სამეგობრო წრე და ასე შემდეგ, ბევრი ფაქტორი მუშაობს. ჩვენ დღეს ვცადოთ, რომ მეტნაკლებად იდეალური ვარიანტი შევთავაზოთ მშობლებს, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს საკუთარი ოჯახის შესაძლებლობები, ბავშვის შესაძლებლობები, მოთხოვნები, სურვილები ყველაფერი ერთად უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, რაზეც სპეციალისტებს გვაქვს ხოლმე სწორება, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, თუმცა ეს არც ერთ ასაკში ჩვენთვისაც კი არ არის მეორე ხარისხოვანი, ფიზიკური აქტივობა არ უნდა დავაკლოთ. განსაკუთრებით აი დაწყებით კლასებში რა არის განსხვავებული, რა შემოდის, ბავშვი იგულისხმება, რომ ბაღში დადის, ეს მოსამზადებელი პერიოდი გავლილი აქვს, მაგრამ საბავშვო ბაღი მაინც უფრო თავისუფალი თამაშია, მეტი მოტორული აქტივობა, როგორც კი ბავშვი მიდის პირველ კლასში, მეტად გადადის მჯდომარე პოზიციაში, ხო, გაკვეთილი მაინც მერხთან ჯდომას გულისხმობს, გაცილებით ხანგრძლივად, ვიდრე მანამდე იყო. ამიტომ საფრთხის ქვეშ დგება, რომ ის სავალდებულო მოტორული აქტივობა საათები არ დავაკლოთ. შესაბამისად, როგორც კი კლასგარეშე აქტივობებზე მიდგება საქმე, პირველი ვიწყებთ დათვლას, არის თუ არა საკმარისად გადანაწილებული ფიზიკური აქტივობა ამ შემთხვევაში. აქ რაზე ვსაუბრობთ, მაგალითად სპორტული სექციები, მაგალითად ცეკვა და ასე შემდეგ, ხო? იმას რო თავი დავანებოთ, რომ სიახლე რა სიხშირით შემოვიტანოთ ბავშვის ცხოვრებაში, ცალკე ფენომენია. ადრეული ასაკის ბავშვი, აი დღეს ალბათ ფოკუსირება სადღაც 10 წლამდე გავაკეთოთ, ხო? მოზარდები მაინც თვითონაც მეტად უკარნახობენ, თვითონაც ერევიან უკვე თავის რეჟიმის დაგეგმვაში. 10 წლამდე ძირითადად ჩვენზეა. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არანაკლებ 1 საათი ბავშვს უნდა ჰქონდეს ინტენსიური აქტიური ფიზიკური დატვირთვის საჭიროება. დავუკვირდით არანაკლებ 1 საათი დღეში და თუ ამის საშუალება რეგულარულად არ არის, რომ მაგალითად რაღაც ეს არის სირბილი ინტენსიური არ არის ფეხით გასეირნება სკოლამდე. ეს არის ინტენსიური ხტუნვა, სირბილი, ცოცვა, კოტრიალი და ასე შემდეგ. ენერგია უნდა დახარჯოს. რა თქმა უნდა დაიფერთხოს ენერგია და ზომიერიდან ძლიერამდე ფიზიკური დატვირთვა. გაითვალისწინეთ ზომიერ დატვირთვაზე ვსაუბრობთ მას მერე, რაც ბავშვს სუნთქვა გაუხშირდა, გულისცემა უჩქარდა, წამოახურა, ოღონდ საუბრის უწყვეტობა ჯერ კიდე დარღვეული არ არის. ანუ მას თავისუფლად შეუძლია საუბარი. ამ დროს ვსაუბრობთ, რომ მას აქვს ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ძლიერი ითვლება უკვე იქიდან, როცა აი სულ ვეღარ ლაპარაკობს, ანუ სულის დაჭერა უჭირს, ანუ სიტყვების დაჭერა უჭირს. ეს უკვე არის ზღვარი, როცა ვფიქრობთ, რომ ზედმეტი ხო არ მოგვივიდა, უკვე ვიფიქროთ შესვენებაზე და უკან დახვეწა. ბიჭის შემთხვევაში თანაბრად, ხო? ეს ჩვენთვისაც აი ჩვენთვის ზომიერი დატვირთვა რა არის, როცა ეს სიმპტომები განვიცადეთ, მაგრამ ჯერ კიდე უწყვეტობა დარღვეული არ არის. ამიტომ ეს კარგი სიმპტომია. ჩვეულებრივ მშობელსაც შეუძლია შეაფასოს, ანუ საკუთარი შვილის შესაძლებლობების ზღვარი. ეს 1 საათი არ არის აუცილებელი ზედი იყოს, შეიძლება თანაბრად იყოს, მაგალითად 20 წუთი ნახევარი საათი გადანაწილებული და ეს შეიძლება იყოს მაგალითად ეზოში ერთად ჩავედით ველოსიპედით ისეირნა და ასე შემდეგ მეგობრებთან ერთად ითამაშ. თუ ამას მეტნაკლებად ვერ ვახერხებთ, რომ ეს არანაკლებ 1 საათი ყოველდღიურად გათვალისწინებული არ არის, მაშინ აი ჩათვალეთ, რომ საჭიროა და ანუ რეკომენდაციას გავცემთ, რომ სკოლის მიღმა რომელიმე სპორტულ სექციაში იყოს დაკავებული. და ეს არის კვირაში 3-ჯერ მაგალითად, რაღაცა იქ ფეხბურთის სექცია იქნება, კალათბურთი, ცეკვა მაგალითად და ასე შემდეგ. სამივე ერთი და იგივე საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება რომ აი დავაწყვილოთ მაგალითად ცეკვა და კალათბურთი, ფეხბურთი და ცურვა, მაგალითად არაჩვეულებრივი სპორტია ზოგადად ცურვა, ძალიან კომპლექსური და ბევრ რაღაცას უხდება. ეს არის აი მეტნაკლებად, რასაც გავცემთ, რომ არც დავაკლოთ და ნამდვილად არის სასარგებლო. ოღონდ შევთანხმდეთ, რომ ამის მიღმაც უკვე მშობლების ინტერესი და მოლოდინი და мотивация არის რომ უკვე არაფიზიკურ აქტივობებშიც იყოს ხო ბავშვი ჩართული უფრო აკადემიური კი ბატონო უფრო შემეცნებითი და ამ შემთხვევაში კი აი აქ უკვე იწყება არ ვავნოთ მოდის წინ იმიტომ რომ გონებრივი აქტივობა სკოლა ისედაც ახალი და ესეთი შემეცნებითი აქტივობა განსაკუთრებით პირველ კლასში რეკომენდებულია რომ აქცენტი უფრო გავაკეთოთ მოტორულ აქტივობებზე კლასგარეშე აქტივობების სახით ვიდრე კიდე
დამატებით რამე შემეცნებითი დავუმატოთ მაგალითად ბავშვს, ხო? ეს იქნება რეპეტიტორი მაგალითად რომელიმე სასწავლო საგანში და უცხო ენაში მაგალითად ჭადრაკზე მიყავთ ხოლმე მაგალითად ბავშვები, ხო, სხვადასხვა ესეთ შემეცნებით აქტივობებზე. აქ უკვე სიფრთხილით ვუდგებით და თუ ჩვენ სპორტზე ვსაუბრობთ და 3 და მეტი კვირაში პირიქით სასარგებლო შეიძლება იყოს, აკადემიურ აქტივობებზე კვირაში ერთხელ ორჯერ და თვითონ აკადემიური აქტივობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს დიდი. ეს არის 9:30-დან 1 საათამდე, ხო? სპორტული აქტივობა ითვლება 1 საათი და მეტი და ამისთვის ბავშვი ამტანია და მზადარი და პირიქით სასარგებლოა, მაგრამ აკადემიური აქტივობების ხანგრძლივობა დიდი არ უნდა იყოს. ანუ კლასში ისედაც უწევს მას 40 წუთიანი, 45 წუთიანი გაკვეთილების ატანა. ეს დამატებითი რეპეტიტორი იქნება ჭადრაკი თუ ასე შემდეგ 30-დან 60 წუთამდე ან შუაში აუცილებლად უნდა იყოს შესვენება, მოტორული შესვენება, როცა ბავშვი ადგება, გაირბენს, გამოირბენს და ასე შემდეგ. კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, აი როდესაც ვიყავი მაგასაკში თქვა, ხო, ჩემ დროს სავალდებულო იყო თითქოს რომ აი მუსიკაზე უნდა გვევლო ყველას. ფორტეპიანოს. და მეც დავდიოდი. თქვა 7 წელი და განსაკუთრებული ნიჭი არ მქონდა, მაგრამ ცუდი არ ყოფილა ჩემთვის მაინც, მიუხედავად ჩემი სურვილის წინააღმდეგ რომ ვიარე, მაინც ცუდი შედეგი არ გამოიღო. მოგახსენებთ, ერთის მხრივ რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია მუსიკალური განათლება და ზოგადად მუსიკალური აქტივობები ძალიან უხდება თავის ტვინის განვითარებასაც, ასე ვთქვათ, აი ზუსტად ალტერნატიული ჰემისფეროები და ბალანსი, ასე ვთქვათ, დომინანტური და არადომინანტურ ჰემისფეროს შორის მუსიკალური განათლება ძალიან კარგი, მას მინიმუმ კარგი მსმენელი ყალიბდება, თუ კარგი პიანისტი და მუსიკოსი არა ამის შემდეგ. ოღონდ ესეც გადის აი უფრო ინტელექტუალურ და უფრო შემეცნებით ნაწილში, ვიდრე ფიზიკურ აქტივობაში. ნახეთ, იმიტომ რომ ფორტეპიანოსთან ვზივართ, მაგალითად გუნდზე და სიმღერაზე და ამაზე მაინც ან დგას ბავშვი, ან მოტორულად უფრო შეზღუდულია. შედარებით შერეული ტიპის არის მაგალითად აი თეატრალური სტუდიები, სადაც სპექტაკლებია, მოძრაობენ, მაგრამ იქაც ესეც როგორც ესეთი უპირობო მოტორულ აქტივობად არ ითვლება, იმიტომ რომ იქაც შერჩევითია, ხო? მთელი რეპეტიცია შეიძლება მჯდომარე იყოს, ან მთელი რეპეტიცია შეიძლება სცენაზე მაგალითად დიდი ფიზიკური დატვირთვა იყოს. ამიტომ ეს არ ანაცვლებს მაგალითად სპორტულ სექციას, ან ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, მაგალითად ეზოში და ასე შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, რომ ის სავალდებულო 1 საათი შეიძლება იყოს მშობლებთან ერთად, მეგობრებთან ერთად ეზოში გატარებული დრო. არ არის აუცილებელი ყველამ აუცილებლად ზვირადღირებულ სექციაში იაროს, მაგრამ თუ ვერ ვაბალანსებთ, ანუ აი დავუშვათ სექცია და ეს, მაშინ აი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ყოველთვის მოტორულ სექციებს. მშობლების მოთხოვნა და სურვილია, რომ აი საკუთარი პირველკლასელი შვილები უკვე სხვა სჯობდნენ და იცოდნენ უკვე ყველაზე მეტი, ხომ? აი სკოლამდელ ასაკში, ბაღის პერიოდში თვლასთან აქვს ციფრებთან ურთიერთობა, წერა-კითხვა უკვე იცის ბევრმა, ეს რამდენად სწორი მიდგომა, როდესაც ბაღის პერიოდში პირველკლასელიც არ არის ჯერ და უკვე წერა-კითხვა იცის. მხოლოდ იმის გულისთვის რომ სხვა საჯობოს და დაანახოს რომ კარგია. აბსოლუტურად არაჯანსაღია, რა თქმა უნდა, ეს კონკურენცია და მშობლის ამბიციებს, ამაზე ბევრი კვლევა ჩატარებულა და ბევრი თქმულა, ხშირად მშობლის ამბიციებს ბევრი რამე ეწირება ხოლმე, განსაკუთრებით ჩვენი აუხდენელი ოცნებების რეალიზატორები, როდესაც ხდებიან შვილები, ცოტა ცუდად მთავრდება ხოლმე ეს ყველაფერი. მე ვერ ვიარე ბალეტზე და ჩემმა შვილმა უნდა იაროს, მე ეს არ ვიცოდი და ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს. და აი ეს ზუსტად მე სამეგობრო, იმიტომ ვახსენე რომ ხოლმე რომ ზოგადად სამეგობროს რაჯობია და ბევრ რამეში გვეხმარება ამის გარეშე არ გამოვა არაფერი, მაგრამ ხშირად ეს არაჯანსაღი კონკურენცია რომ აი მეგობარი დადის და ესეც არ ჩამორჩეს, ხანდახან შეიძლება სულ არ წამეყვანა მაგალითად იმ სექციაზე, მაგრამ მისი მეგობრები დადიან და ეხა არ უნდა გამოაკლდეს, ხო? და ცოტა ბავშვის ინტერესები გადადის ხოლმე უკანა პლანზე. აკადემიურ აქტივობებს რაც შეეხება, ნახეთ, თუ ბავშვმა ბუნებრივად გამოიჩინა ინტერესი, თამაშით, მაგალითად იქ ფერმას ვთამაშობდით და ვოლიერები დავნომრეთ, მაგალითად ქალაქობანა ვითამაშეთ და მისამართები და ამ შემთხვევაში ციფრები დამჭირდა, ჩემი საკუთარი ასაკი გავაცნობიერე 1 2 3 4 5 ამასობაში ციფრები ამოვიცანი. ასე თამაშით ცუდი არ არის. თუმცა სავალდებულო მათემატიკაში ვარჯიში, სკოლამდელ ასაკში, ასე ვთქვათ, უკვე მიზანმიმართულად გაკვეთილების გამოკითხვა და ასე შემდეგ ბევრია. ზედმეტია და გადაჭარბებულად ცოტა ცუდ ემოციურ დამოკიდებულებას, ანუ უკვე ტანჯვაში ვამყოფებთ, ასე ვთქვათ, ამბავს, უკვე ვალდებულებები და უკვე რაღაცა შენიშვნები, უკვე თვითშეფასება უვარდება, იმიტომ რომ მისი გონება ჯერ ამისთვის ესეთი რაღაცა აქტიური შემეცნების თუ იმისთვის მზად არ არის. თუ ეს
თამაშის ნაწილია, ჩემი სახელი მოვაწერე მაგალითად, ჩემ ნახატს ასე ვთქვათ, დედიკოს სახელი დავაწერე და ასე შემდეგ. ეს რატომაც არა, ხო, ასეთი თუ იმის მიხედვით ბავშვი როგორ წამოუყვება, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით. დიახ, ხშირ შემთხვევაში სულაც არ ხდება, ვთქვათ, ძალდატანებით და თვითონ ბავშვი რაღაცნაირად ისე განვითარდება თავისთავად და ინტერნეტთან სტუმრაც ვთქვათ, ამას ხელს უშლის თუ ეხმარება ის არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის უცხო ენაზეც იწყებენ ბავშვები, ისე საუბრობს, რომ შობელი არ ერთვება ამ კუთხით. თუ ესეც არის ნაწილი, ზოგადად იგულისხმება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ეკრანთან მარტო არ უნდა დარჩეს. ის დასაშვები პერიოდიც კი, რომელიც მაგალითად 3 წლის მერე ცოტ-ცოტა ნელ-ნელა მულტფილმების ყურება შეიძლება დავუთმოთ, ოღონდ ეს არ არის საათობით ტელევიზორთან ყოფნა, ეს არის 10 წუთი, 15, 20 წუთი აუცილებლად ერთად. ჩვენი ერთობლივი საუბრის პროცესში, რომ იქ ინგლისურენოვანით ვნახეთ ასე შემდეგ. ეს რატომაც არა, ნელ-ნელა შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ ის რომ თლათ ინგლისურზე ვატაროთ ბავშვი, თუ ეს არ არის რამე სტრატეგიული ის რომ მაგალითად ოჯახი უცხოეთში გადადის საცხოვრებლად და ჩვენ სხვანაირად გვჭირდება ეს ენა, ან უცხოენოვანი ოჯახის წევრი გვყავს, რომელთანაც კომუნიკაცია გვჭირდება. ასე მიზანდასახულად, იმიტომ რომ მე სტუდენტობის დროს გერმანიაში უნდა გააგრძელოს სწავლა, არ არის საჭირო 5 წლის ბავშვს ვასწავლოთ, მაინდა-მაინც ყველაფერი. თამაშით ყველაფერი მოსულა და თამაშით ასე ვთქვათ, თვითონ ბავშვიც ვკარნახობს, სადამდე მოყვება და სადამდე ვერ მოყვება. სკოლამდელ ასაკში ხშირია ხოლმე, რომ მაგალითად ბალეტზე მიიყვანეს, ხო, ბავშვი ცეკვაზე მიიყვანეს, თეატრალურ სტუდიაში, მუსიკალურ სტუდიაში. თუ ბავშვი არ იღლება, თუ ბავშვი სიამოვნებას ნახულობს ამით, შემდეგ აი მოდის და ენთუზიაზმით მიყვება, რომ იცი მე დღეს იქ რო ვიყავი ეს სიმღერა ვისწავლეთ. მაშინ ცუდი არ არის, შეიძლება რომ გავაგრძელოთ. თანაც დაუკვირდით, თეატრალური არის კომპლექსური, უფრო ისეთი აი ფიზიკურიც და აკადემიურიც, მუსიკალური სტუდიებიც იქ მღერიან, ცეკვავენ, იშვიათად რომ ხა 5 წლის ბავშვები ვინმე მესამე წკრივში დააყენოს და ისე ამღეროს მაგალითად. ეს ცუდი არ არის და ეს შეიძლება მაშინ პირველ კლასშიც გადავიდეს, მერე გავაგრძელოთ. სხვა მხრივ ბავშვი რომელიც შედის პირველ კლასში, სასურველია რომ პირველი თვეების მანძილზე კიდე რამე ახალი აქტივობა არ დავუმატოთ. ანუ კი შემყავს იმ დავუშვათ მერე რამე რომ ესეთი სტუდიაში, მაგრამ აი მთლად პირველივე თვეებში გუშინ სკოლა დაიწყო, დღეს ახალ სტუდიაში მიმყავს, ხვალ კიდე ახალ სპორტულ სექციაში მიმყავს, მაინც სასურველია რომ ერთმანეთს არ დაემთხვეს. ქაბატონო, დროში გადანაწილებული. ხოლმე, როდესაც ბავშვი თვითონ არაფერი არ უნდა, ვთქვათ, აი, არც ეს წრე უნდა, არც ის წრე უნდა. დიდაც სკოლაში სწავლაც არ უნდა და ნუ ვთქვათ, მშობელსაც ახლა ეუბნებიან, რომ არ უნდა დავსტრესოთ, ხო, ბავშვი და რაღაცა ძალდატანება მიუღებელია, მაგრამ აი აქაც ზომიერება სად არის, რომ რაღაც როგორ არ დავაძალოთ, მაგრამ თან არაფერი არ უნდა და რას ვაკეთებთ ამ დროს? ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა უკიდურესობების საზოგადოება ვართ ხოლმე და ყველაფერს ვგებულობთ აი თეთრი და შავი, ანუ ან ძალიან ვაძალებთ და ან სულ ხელმიშვებულობაზე გადავდივართ მერე. იშვიათად რომ ბავშვს ინტერესი არ ქონდეს, ბავშვი თავისთავად თანდაყოლილად არის მეცნიერი, თანდაყოლილად არის მკვლევარი. ჩვენ პირველი ეს ინტერესი არ უნდა მოვუკლათ ადრეულ ასაკზე ზედმეტი შენიშვნებით, არასწორი და სულ საყვედურების რეჟიმში და რაღაცა სწორდის მენაზე ბავშვს ვერ დააყენებთ ესეთი დისციპლინით, თუმცა მეორე მხრივ გარკვეული ჩარჩო საზოგადოებაში და წესები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ეს პირიქით რეკომენდებულია ინტერესების თვალსაზრისით ერთად უნდა მოვსინჯოთ ბევრი რაღაცები. ბავშვი მაინც რაღაცის ხათრით რაღაცას ირჩევს, ხო? თუ ჩვენ სახლში თანაბარ ვცდილობთ, რომ თანაბარი დრო გავატაროთ მაგალითად და ერთად ვიცეკვეთ, ერთად ვიმღერეთ, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას მოვუსმინეთ, სხვადასხვა ტიპის ხატვა მოვსინჯეთ, ძერწვა მოვსინჯეთ, ერთად შეუძლებელია, რომ რაღაცა დროის მერე, აი 10 წუთით დაწყებული აქტივობა არ გამოიკვეთოს, რომ რაღაცა მეტად მოსწონს, ან მინიმუმ ნაკლებად აღიზიანებს. და აქედან გამომდინარე ავიღოთ მერე ორიენტირი, ასე ვთქვათ, და აი ამ შემთხვევაში მეგობრების სხვათა შორის საყვარელი მეგობრის ხათრით სადღაც წავედით და მერე ნელ-ნელა გამოიკვეთება სად უფრო დაფუძნდება ეს ბავშვი. არ იგულისხმება, რომ 5 სტუდია ერთად უნდა დავიწყოთ, მაგრამ შეიძლება დავიწყოთ, მივცეთ საშუალება, წავახალისოთ, გავამხნეოთ, თუ რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში ვხედავთ, რომ ყველანაირად, ანუ უფრო და უფრო უარყოფითი ემოცია მოდის, ალბათ ჯობია, რომ შევეშვათ დროებით მაინც და ვცადოთ რამე ალტერნატივა, მაგრამ დანებება არ შეიძლება ის, რომ ჩემ შულს არაფერი არ აინტერესებს, როგორც წესი იშვიათად ხდება. ეს უფრო ნიშნავს, რომ მე რატომღაც ვერ ამოვიცანი. უმეტესად ეს არის ხოლმე, რომ საკმარისი დრო არ მაქვს, რომ ბავშვთან გავატარო და აი ჩვენ იმ საათობრივ გათვალისწინებაზე რომ ვიგულისხმით,
ჩამოვთვალეთ, ჩვენ ჩვეულებრივ ვაწყვილებთ ხოლმე, ანუ ერთი ბავშვი შეიძლება მე დადიოდეს ერთ მოტორულ აქტივობაზე და რამე ერთ აკადემიურზე, ხო? მაგალითად დავდივართ ცურვაზე ან ფეხბურთზე და დავდივართ მაგალითად ჭადრაკზე კიდე ან რომელიმე უცხო ენაზე. მაგრამ აუცილებელ პირობად ითვლება ის, რომ ჯერ ერთი ნებისმიერი სექცია უნდა მთავრდებოდეს დაძინებამდე 2 საათით ადრე, რომ ბავშვმა განტვირთვა და მოდუნება მოასწროს ძილამდე, აუცილებლად უნდა იყოს შუალედებში წახემსების დრო გათვალისწინებული, ანუ მშიერი ბავშვი არც ერთ სექციაზე არ უნდა მივიყვანოთ და აუცილებლად დღის მანძილზე განსაკუთრებით 10 წლამდე და მერეც მნიშვნელოვანია ეს 1 საათი მაინც თავისუფალი თამაშის დრო. თავისუფალი, როცა მეცადინეობაც მოთავებული გვაქვს, ყველაფერი მოთავებული გვაქვს, თავისუფალი თამაშის დრო უნდა იყოს გათვალისწინებული დღის რეჟიმში. ეს თავისუფალი თამაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავატაროთ ოჯახის წევრებმა ერთად. მშობლებთან, ბებია, ბაბუა, რა ვიცი, ერთად. აი, აქ უკვე აღარ გავიჭედებით, აი რა აინტერესებს ნეტა, რა არის საყვარელი, რა სიამოვნებელია. თუ დავუთმობთ ჩვენ შულებს ხარისხიანად. კი, ხარისხიანად. აი, ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო რჩევებისთვის, საუბრისთვის, ახალი დაწყებულია სწავლა და ძალიან ბევრს ალბათ გამოადგება ის რჩევები, რაც თქვენგან მოისმინა. ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვერიძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან, ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. ნახვამდის.